უკვე კარგია. ახლა მეორე ხარეს გადავა. ეს 10 წელი ასე ვარ. მეუღლის გარშე ვარ 10 წელი და 5 წელი სტუდენტობაში. 5-6 წელი ჯარში. ხო და შეჩოლი ვარ უკვე 20 წელი მეტია. ხო და მეტი რა გინდა ახლა. მამა ზაქარია ტუხაშვილი, დედა და მე წარმოშობით სიგნალის რაიონიდან ვარ, სოფელი ბოდბისწყევიდან. ბოდბისწყევში არის დიდი ბაზარი. ლიბოდან თვითონ მეყიდა და მაშინ რადიოები გარეთ თეფშის რადიოები იყო. გამოცხადა ბაზარში რომ ომი დაიწყო. ფრონტი გახსნილი იყო 3500 კილომეტრით ბარენციიდან შავ ზღვამდე. დაიკავეს უკვე გერმანელებმა ჟიტომირი და ბელორუსიის მნიშვნელოვანი ქალაქები, უკრაინის მნიშვნელოვანი ქალაქები და ხალხი გაგიჟდა გასულ. მოდის გერმანელები. მობილიზაცია გამოცხადდა 18-დან 50 წლამდე. კომისარიებში ტევა არ არის, მატარებლის სადგურზე ხალხს აგროვებდნენ, დაგროვდებოდა ხალხი, ჩავსხდავდნენ ბატონო თბილისში ჩამოგვიყვანენ. ნემსი რო იწყან ნემსი არ ჩავარდება. გერმანელებმა უკვე დასავლეთ უკრაინა, დასავლეთ ბელორუსია უკვე გადმონახეს უკვე. დაგვირეს იარაღები და ორჯონი კიდეში გადაყარეს მანქანებით. 42 წელია. გერმანელები უკვე ორჯონი კიდეში არიან. დაგვიძახეს და გაემზადეთ საღამოს 9 საათზე გადიხართ წინახაზზე. იქ არის სოფელი პაპოვკა. ღამის 4 საათი 5 საათია. და ქვემეხები ისვრის უკვე. დგევართ რა, ცხრები ხო, აი ცხვარი ხო გინახია ცხვარი. ურტყავენ სამხედრო გზას. ეს ერთი სამხედრო გზა იყო, რომელიც აკავშირებდა საქართველოს. ერთი 100-150 მეტრით რომ მივახლოვდით, გერმანელები ჯერ გაჩერებული რომ მივახლოვდით და გახსნეს ცეცხლი არა გახსნეს. გაწყდა რა ჯარი. დიდხანს მიდიოდა ბრძოლა დაახლოებით დილის საათიდან 12 საათამდე მიდიოდა ბრძოლა. ეს არის ორჯონიკიდის მისადგომები არის რა. რამდენიმე კაცი გადავრჩით. არ დაგვიხევია. მეორე დღეს მაშველი ძალები მოიყვანეს და კიდევ შეტევა. მაშინ პირველად ნახე მე კატუშები. გადაწვეს ეს ტერიტორია და გერმანელებმა დაიხიასო და ელხოტოვაში და ელხოტოვა არის ბაქოდან შემოდის რკინიგზა და აქედან შედის რკინიგზა საჯვარედინია უძლაოა ძალიან. იქ გაიქცნენ. ხო და მე გავედევნეთ, მაგრამ იქ უკვე გამაგრდნენ გერმანელები. თერგ გაღმა გამაგრდნენ, თერგს აქეთ ჩვენები, თერგს იქით ისენი და ხო იცი თერგი რბის, თერგი ღრიალებს, ხო იცი თერგი ძალიან ცივდინარია. დეკემბერში უკვე ჩვენებმა მოაყარეს უკვე ძალები. დაახევნეთ, მე იქ ბოზოგში გაიქცნენ. რამდენიმე რეისს აწყობდნენ დაბომბას, რამდენიმე რეისი, აი დაბლიდან წეხარა რა აკობში, უკვე მოდის რა. მოდის 20-30 თვითმფრინავი, უნდა დაბომბოს რა. გადაგივლის და იცის, მაგრამ ისინი ძლიერები იყვნენ ამ შემთხვევაში, აი მე ახლა რაც ჩემი თვალით ამაკ ნახედი. პეხოტაში ვიყავე, ბოლოს 414 ქართულს ანაპის სახელობის დივიზიაში მსახურობდი. სულ ფეხით მიხდებოდა მე ორჯონიკიდიდან სევასტოპოლამდე ფეხითა ვარ ჩასული. ხო, მე ორჯერ ვარ დაჭრილი. აი ჩემი მუცელი რო ნახო, აი მე დავიჭერი ესენდუკთან. აქ დავიჭერი ქერჩში დავიჭერი კიდე. 1953 წლის ბოლოს, როცა ეს ჩრდილო კავკასია და კუბანი გაანთავისუფლეთ, მივიღეთ ბრძანება ქერჩში. ქერჩში ეს საშენელებაა რო იცოდეთ. იტყვი რომ აქ დამმარხეთ, ნუ წამიყვანთო რა. ქერჩში ტამაის ნახევარკუნძულიდან გადის 12 კილომეტრი ზღვებს შორის გადის გზა. აზოვისა და ქერჩის შავი ზღვის გამაერთებელი არხი ზუსტად 10 კილომეტრიანი არხია. რომ მივდივართ, ღამეა, დღე არ შეიძლება. გერმანელები გაღმა არიან, წყალგაღმა. კარგი ადგილები აქვს დაგებული და როცა სადაც გამოიჩნდება ჯარები, სურიან შორსროლელი ქვემეხები. არის ეს სრუტე გადავლახოთ და
ბრძოლით უნდა მივიდეთ რა. ბრძანება უკან ვერ დაიხევ, უკან დაიხევ გზის ორივე მხარეზე განლაგებულია საზეიმტო артილერია ჩვენი და თვითფრნავი როგორ ერთი თვითფრნავი ქონათ მესერა. აი ამ ხელა ხლაპუშკები იყო, ამ ხლაპუშკას გადმოყრიდა და ფეთქდებოდა და აზიანებდა ტექნიკასაც და ჯარსაც აზიანებდა. ეს დაბლა დადიოდა და სწრაფად მოძრაობდა და იმ დროისათვის მესერის სიჩქარე 500 კილომეტრს უდრიდა საათში. ღამდება და ამ ოპერაციას ასრულებენ მარიაკები, ხო იცი? კატერში ჩადიოდა 50 კაცი. კატერში რომ მიდიხარ, პროჟექტორი ანათებს ზღვისპირზე. როგორც შეგნიშნავენ თუ არა, იქ ბეგლია გო. კატერი არ იქ პრისტინები კი არ არის. სადაც ეს კატერი მივიდოდა. გეუბნებიან პრიგაიტეს, რომ გადმოხვალე, აი წყალი. ხო და ზოგი 50-დან 40 თუ დარჩებოდა. ძირითადად ქართველები იყვნენ. 2 დივიზია ჩვენ წინ 2 დივიზია ჩაძირეს მაგრამ. ათე ასლაბაზაშვილი იყო, იმიდან დვანისიდან იყო, კარგი ბიჭი იყო, ჩემი ამხანაგი იყო და ბექა იყო, ბექა კავთიაშვილი იყო, იასონ ბერელაშვილი იყო გორიდან. როგორი ბიჭები იცი, ის კავთიაშვილი იყო, მოცეკვავე იყო, გარეთ რო გამოვიდოდით ხოლმე, ცეკვავდა და გალიმად ქუდს ატარებდა. ბერელაშვილი იყო იასონი გორიდან, ვასიკო პაპიაშვილი იყო მცხეთიდან. იყო ბევრი ბიჭები და იქ დაიღუპნენ ესენი რა. 700,000 კაცი დაიღუპა, ხო? 76,000 კაცია დაღუპული ქართველები ყირიმში. 76,000. აი ოჯახი მარტო ცხოვრობა ძალიან ძნელი ეს მოქმედებს ძალიან სითბო ოჯახური სითბო სხვა რამეა